მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ საემიგრანტოს, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეულ თქვენთაგანი. მინდა ვიდეო მიმართვას მოусმინოთ ბოლომდე, რომ მიხვდეთ შინ არს დღევანდელი ვიდეოს თემის. მინდა შეგახსენოთ თავი ყველა თქვენთაგანმა იცით, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ რამოდენიმე წელია ზუსტად არ მახსოვს 10-12 წელი მოღვაწეობ თურქეთის რესპუბლიკაში და ვემსახურები, მომსახურებებზე რა თქმა უნდა, ვემსახურები თურქეთის რესპუბლიკის სავიზო საკითხებს, როგორიცაა ქორწინების პროცედურები, ბინადრობის პროცედურები, სამუშაო უფლების პროცედურები, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ჩარჩოში. ასევე ახალი წლის შემდგომ ჩემი სურვილით, რა თქმა უნდა, ოფიციალურად გავიარე სპეციალური კურსები, სერტიფიცირება, გამოცდები და უკვე ვარ თურქულის დიპლომირებული თარჯიმანი, რა თქმა უნდა, ეს საქმეც ძალიან დატვირთულად წავიდა. ზოგჯერ წარმოიდგინეთ, შეიძლება 6 და 7 საათზე დილის ავდგე და საქმე ვაკეთო, რომ მოვასწრო. რა თქმა უნდა, ძალიან დამტვირთავი საქმეა, რა თქმა უნდა. იცით, რომ თუ არ ვიმუშავეთ, რა თქმა უნდა, როგორც თქვენ ხართ საზღვარგარეთ ოჯახებიდან მოშორებული და მუშაობთ, რომ რაღაცა ორი თეთრი ოჯახისთვის მიიტანოთ და თქვათ გავიტანოთ თავი, დღესდღეობით არავის არ აქვს ზედმეტი. ასევე ვწვალობთ ჩვენს, ნუ გონიათ, რომ ჩვენს ხელებს დაკრეფილი ვზივართ და მარტო ოფისში ვზივართ. რას ემსახურება ეს ვიდეო მიმართვა, ძალიან ბევრ თქვენსგანს გონია, ანუ გულის ტკივილი მაქვს მეც, რომ აგიხსნათ, შეიძლება ასახსნელი ცალი ყორს, მაგრამ გამოული მდგომარეობა ზოგჯერ დგება და მინდა ყველა თქვენთაგანმა მოისმინოს და გაიგოს. როცა მე ვიდეო მიმართვებს ვდებ ჩვენს ეხლა სადაც თვალს მადევნებთ და გაქვთ გამოწერილი ჩემი Facebook არხი, იქ როცა მე კეთილი ნების და სურვილით ვდებ ვიდეო მიმართვებს, თქვათ რაიმე ახასიახლე გამოვა თუ ადამიანურად, რომ ჩვენი ქართველები მაინც ცოტა ჩაწვდენილი იყვნენ ამა თუ იმ საკითხებში და თემებში და მაინც პატარა რაღაცა გაეგებოდეთ თქო, ზოგი იყენებს ბოროტად და ზოგს გონია, რომ გიორგი ვალდებული არის, რომ ვიდეო დადოს, გიორგი ვალდებული არის, რომ პასუხები გაგცეს. ძალიან ბევრს ეგონა, რომ ფინანსები სახელმწიფოსგან და ფინანსები ამა და იმ დაწესებულებისგან. კარგად მოგეხსენებათ და კიდევ შეგახსენებთ, რომ ვართ კერძო დაწესებულება, ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენც გვაქვს შემოსავლები, ბევრს გონია, რომ მაგალითად ავიღოთ, მაგალითისთვის მინდა რომ გავხსნა მთლიანად თემა, რომ მიხვდეთ და საბოლოოდ გაიგოთ, რომ ისი არ არის, რასაც ფიქრობთ. მაგალითად, თქვათ, პატრონთან შეთანხმებით ვაკეთებთ სამუშაო უფლებას და მომსახურების თანხა, თქვათ, დაუსახელე 5,000 თურქული ლირა. როცა 5,000 თურქული ლირას ვიღებ, ძალიან ბევრ თქვენთაგანს გონია, რომ ეს ყველა პირდაპირ მიდის ჩემს ჯიბეში. ძალიან ცდებით, ჩვენ ვართ ოფიციალურად ჩამოყალიბებული ფირმა, ინდივიდუალური მეწარმე, რა თქმა უნდა, იქ შემოსავლოს გადასახადია 18-20%, კომუნალურებია, დენი, წყალი, შუქი, ასევე ქირის გადასახადით ყוლა არ გვაქვს ნაქირავები ეს ფართი, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა, ისიც იმდენიც კი გვჭება ახლა ძველებური მუშაობების საერთოდ აღარ აიცით, რა თქმა უნდა, სავიზო საკითხებში თურქეთში, იმიტომ რომ ლირის გაუფასურების გამო 80-90% უკვე გადაინაცვლა ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ვინც დარჩა და არის, მე მგონი უფრო შემოტრიალდება მალე თურქეთი, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნები საბოლოოდ მე მგონი გამოდევნიან ძალიან ბევრ ემიგრანტს და უფრო კიდევ დააწვება თურქეთს ჩვენი ემიგრანტობა. თავარია ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოთ და გაშრომოთ, მაგრამ მინდოდა ეს, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი ასევე კითხვებს სვამს, ზოგჯერ გპასუხობთ, ზოგჯერ ვერ გპასუხობთ და ზოგჯერ ბრაზდებით, რომ გიორგიმ კითხვა ვერ გამცა ან შეგნებულად არ გამცაო. მეც მაქვს გულის ტკივილი, რატომ არ გცემთ და რატომ არ გაგცემთ. თქვენ თვითონ ამოიცნობთ თავს, რა თქმა უნდა, ბევრი თქვენთაგანი, მაგალითად 3 და 4 თვის უკან რომ მოგიყვანოთ მაგალითი, რომ შემდეგში მიხვდეთ, რომ რატო ვერ გპასუხობთ, არ გპასუხობთ. 3 და 4 თვის უკან გვეხმიანებით, ყველაფერზე ვრიგდებით, მომსახურებაზე ვრიგდებით,
ხვალე ვიწყებთ მომსახურებას, იქნება სამუშაო უფლება, ქორწინება, ბინადრობა, ნებისმიერი მომსახურება, რასაც ვემსახურები. მეორე დღეს საერთოდ მე არავის არ ვახსენებ, რომ რაკენი, როდის მოდიხარ, ისთვის მოდიხარ, ჯერ არავისთვის არ დამირეკია. და ხედავ რომ საერთოდ არ რეკავთ, მე მიდიხარ სხვაგან აკეთებთ მომსახურებას, საქმე ფუჭდება და ისაა გასაკვირი და საწყენი რომ საქმე გაფუჭდა, არ გაკეთდა ისევ გახსენდათ ჩემი თავი და მე ასეთ წერთ პირდაპირ ესეთ მონაწერს, რომ გიორგი ეხლა გავიგე თქვენი ნომერი, ქალებმა მირჩიეს, ძმაკაცმა მირჩია, რა მნიშვნელობა და მინდა თქვენთან ამ საქმის გაკეთება ან დაგვირგვინება ან გამოსწორება. არადა ჩვენ უკვე 3 თვის უკან ნასაუბრები გვაქვს, შეთანხმებულიც ვიყავით, მაგრამ რისთვის გადაიფიქრეთ, რატომ გადაიფიქრეთ ეს მე ვერ დაგაძალებთ ვერასდროს რომ იქ რატომ წადით და რატომ გაკეთებთ. ყველას თავისი ნება-სურვილი აქვს და სადაც სურს იქ გააკეთებს. მე ამაზე არავისთვის არ დამიძალებია რომ მოდი და გინდა არ გინდა ჩემთან გააკეთე. თქო, ოღონდ მეც მაქვს გულის ტკივილი და ასე მინდა გითხრათ რომ თუ სხვა ოფისში წახვალთ, თქვენი ნება-სურვილი რა თქმა უნდა და ყველას გისურვებთ რომ წარმატებულად დასრულდეს, იქ უნდა დაასრულოთ კითხვაც, პასუხით და ყველანაირი მომსახურებაც. როგორც სხვა ოფისი წვალობს და ემსახურება იმას რომ რაღაცა შემოსავალი მიიღოს, ისე ვცდილობ მეც რომ მივიღო შემოსავალი. მე თუ მაგალითად თქვენიდან იმ ადამიანიდან მომსახურება არ მივიღე, მაშინ უნდა დავკეთო და ეს მომსახურება არ უნდა გავაკეთო. ამიტომ ნუ გგონიათ ქალბატონებო და ბატონებო, მარტო კითხვებისთვის ვზივარ, მარტო იმისთვის რომ თქვა სხვა ოფისში წადით, ოთურმა გააკეთეთ, კარტა არ მოგივიდათ, გზავნილის კოდი არ იცით და გიორგი აბა შემიმოწმე, როდის მოდის კარტა, აბა გიორგი ნეტანახე სისტემაში, ანუ იქ თანხას იხდით, იქ აკეთებთ საქმეს და გიორგი ვალდებულია რომ შეგიმოწმოთ და გითხრათ პასუხი რატომ. ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ფინანსები, არც სახელმწიფოსგან, არც საკონსულოსგან, არც არავისგან ჩვენ ვართ იგივე მომსახურება, რა მომსახურებასაც ეწევიან სხვა ოფისები და დანიშმალნიკები. ანუ ჩვენთან უნდა მოხვიდეთ ესეთი კითხვებით, რომ გიორგი მინდა თქვენი მომსახურება გადაწყვეტილი გვაქვს, იქნება ეს მომსახურება, ნუ პატრონსაც აუხსენი ვესაუბრე და თქვენი მომსახურების მიღება მინდა. რა თქმა უნდა, კითხვებისთვის შემიძლია ადამიანურად უანგაროთაც ძალიან ბევრი საქმე გამიკეთებია, საერთოდ სიკეთეს არც ვიტყვი, რასაც ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს მე და ჩემმა უფალმა უნდა ვიცოდეთ, მაგრამ მეც მაქვს გულის ტკივილი და მინდოდა რომ ყოველთვის მეთქვა, რომ ყოველთვის გონიათ რომ მე ანუ ჩემთან მოხვიდეთ უნდა კითხვებით, კითხვებზე ვალდებული უნდა ვიყო რომ პასუხი გაგცეთ და შემდეგ წახვიდეთ და სხვაგან გააკეთოთ საქმე. ასე არაა ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენც ოფისი გვაქვს, ჩვენც მომსახურება გვაქვს, ჩვენც გადასახადები გვაქვს და ჩვენც იმ მომსახურებას ვაკეთებ, რასაც სხვები. ამიტომ ნუ გეწყინებათ და ნუ მიიღებთ სხვანაირად, თუ ვერ გიპასუხეთ ან არ გიპასუხეთ. თუ არ გიპასუხეთ, ესე იგი ადრე ნასაუბრები ხართ ჩემთან, ის რესურსია მოწურული გაქვთ რომ ჩემთან უნდა ვთქვათ კი ემსახურათ ან მომატყუეთ თუ მერე გადაშეიცვალეთ აზრი, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ისევ მოდიხართ თითქოს ვითომც არაფერი არ ყოფილიყოს და ამ მომენტში თქვენ თავზე იგულისხმეთ ჩემს ადგილზე რომ იყოთ, რას იმოქმედებთ და საერთოდ თუ ვინმეს გაცემთ პასუხს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ადამიანურად, დაძმურად, დედაშვილურად, მამაშვილურად ჩვენ ვართ მომსახურე ოფისი. მომსახურე ოფისი რას ნიშნავს? მიდიხართ, მუშაობთ, გსურთ ბინადრობა, გსურთ თქვათ ქორწინების სიტუაციების მოგვარება, ან აკრძალვის სიტუაციების მოგრძალება, რაც კანონმდებლობაშია, რაც არის და რაც კანონმდებლობაში გეუბნებით რომ ვაკეთებ, რაც არ გაკეთდება კანონმდებლობით, პირდაპირ გეუბნებით რომ ვერ ვაკეთებ და კანონმდებლობით ესეთი რამე არ არსებობს. ამ შემთხვევაში რომ თუ იცით და ძალიან ბევრისგან გამიგონია რომ გიორგი ემსახურება, მადლობა ყველა თქვენთაგანს, თუ გიორგი იტყვის, იმას წყალი არ გაუვა, ასევე ისიც გამიგონია რომ გიორგი ახალ ვიდეოს დადებს რაიმე რომ იყოს, მაგრამ ამ ვიდეოებსაც კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ ჩემი კეთილი ნება-სურვილებით ვდებ და არ მაქვს დიდი ვალდებულება და ვინმესთან ვალდებულება რომ დავდო, მაგრამ მეც მინდა რომ თუ ადამიანურად გვერდში გიდგევართ და ხედავთ რომ
ადამიანურად ვემსახურები, მაშინ თუ გადაწყვიტავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ მეგონი რომ გინდა არ გინდა ჩემთან უნდა ითანამშრომლოთ, თუ გადაწყვიტავთ სხვაგან, მაშინ უნდა დასრულდეს იქ კითხვაც, პასუხიც და ყველაფერიც. ხო გამიგეთ, ანუ ჩვენ პირნათლად შეგვიძლია თუ აგვირჩევთ, პირნათლად შეგვიძლია რაც კანონმდებლობა არის, მოგემსახუროთ და შედეგებსაც კი ხედავთ. ასევე ერთმა ქალბატონმა ამას წინ სხვათა შორის გამლანძღასავეთ და მითხრა რომ ერთ-ერთი არ ვიცი ქალი დამისახელა სახელიც არ მახსოვს ვიზებსო ვაკეთებო მოდი ჩემთანო პრობლემა არ არის გაგიკეთებო და თქვენი ვიდეოებით სარგებლობდა და თქვენი ვიდეოების სახით მესაუბრებოდა რასაც თქვენ საუბრობდითო და აღარ ჩაწერო ვიდეოები არ გააკეთო ესეთი რაღაცა რომ თქვენი ვიდეოებით ანუ თითქოს იმის გამოვიდა რომ თქვენ სწორად აკეთებთ ყველაფერს და ზოგჯერ მათ ცდებიან თქვენი ვიდეოებიდან გამომდინარე რომ თავიდან ბოლომდე ვერც მივხვდი იმ ქალბატონის აზრი ანუ არ უნდა დავდო თუ დავდო ესეც ვერ მივხვდი მაგრამ თხოვნა და კიდევ თხოვნა მაქვს ქალბატონებო და ბატონებო კითხვით როცა მოხვალთ კითხვა უნდა ეხებოდეს ჩვენ მომსახურებას და მომავალში ხვალზე რომ ვითანამშრომლოთ და საქმე გავაგრძელოთ და არა ის რომ ჩალიშმა ეზინი ვთქვათ ხუსეინისთან გააკეთეთ დაიგვიანა კარტამ ან სისტემაში ვერ ხედავთ და გიორგის მიწეროთ აბა გიორგი გზავნილის კოდს ამ ბაშურ ნომერს გამოგიზავნი და შემიმოწმებ ეს არა ამართებული ქალბატონებო და ბატონებო ყოველთვის გაითვალისწინეთ ამის თხოვნა მაქვს უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეული თქვენთაგანი